ეს გარეკანი გარეყდას მისივე ფერწერა ამშვენებს და მშვენივრად არის წიგნს ძალიან მოუხდა წინასიტყვაობის ავტორი და რედაქტორი ბატონი როსტომი გახალხიას წინასიტყვაობა ცხადია როგორც ყოველთვის ახლაც აი პირდაპირ გზამკვლევია და კითხოს შეუძღვება იმ სამყაროში რომელსაც მანუნდულისკერიას სამყარო ქვია. ამ კრებულში არაერთი ლექსი არის მიმართვის ფორმით დაწერილი. მეორე პირში პირდაპირ შენ ხშირად ისმის პირდაპირ თუ ნაგულისხები ხმამაღალი თუ ჩუმი ჯიქური შემპარავი ძაღლი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადრესატი სამშობლოს ღმერთს ცას ზღვას საფრთხოს უხმობს მოუწოდებს მიმართავს ლექსის ლირიკული პერსონაჟი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით და ჩემი აზრით ყველაზე ხშირად და საერთოდაც მგონი ყოველთვისაც საკუთარ თავს შინაგან არს ეგრეთ წოდებულ მეორე მეს ესაუბრება. პოეტის ფიქრი და განცდა ისეთი ინტენსიურია, რომ როგორც ჩანს უპირველესად საკუთარ თავს არ აძლევს მოდუნების, დაძინების, დასვენების, რაღაცების დავიწყების უფლებას და საშუალებას. კრებულის პირველი ლექსი ამ თვალსაზრისით კონცეპტუალურია. ახლა როგორმე ხელი უნდა ჩაგჭირდაო იწყებს და შეუყვება ამოსახსნელად თუ გასახსნელად არც თუ მარტივ წარმოსახვებს, ასოციაციებს, ალუზიებს, შეუყვება და ჩვენს შეგვეყოლიებს. ვხედავთ და ლამის ხელშესახებად ვგრძნობ, როგორ ისხამენ თეთრი ღამეები ფიქრებს, როგორ არილევა განახლებათ ფიქრში ბიჭვინთა და როგორ ჰგავს დარდი გემოთი მწიფე ალუბალს. აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული მაგნოლია და ზღვაური სავსებით ლოგიკური გაგრძელებაა სიზმარს ხარისა. წვიმის მოლოდინი განახლების ზეციური წყალობის მოლოდინად გახმოვანდება და ფინალურ აკორდად კი ქრისტეს მიერი სიყვარულით სავსე გულის გაოცებაა გამოტანილი. სასწაულია ვერ პატიობ და ხელები კი ლოცვაზე გიდევს. არ ყავს ამ ლექსს ერთი ადრესატი, კრებითი შენ თუ ჩვენ ვართ ისინი და დასამალია და პატიება რომ გვეძნელება. მანუნდულისკერიას ლექსები ისეთი მეტაფორებითა და სიმბოლოებით არ ნაშენი, რომ რამდენიმეს გამოცალკავება მაინც უპრიანი მგონია. გზა, მზე, წვიმა, ზღვა, პანჯარა, კედელი, ხელები, კიდევ ბევრი. ეს ის მხატვრული სახეებია მთელი კრებულის განწყობას, ხმასა და სურნელს რომ განსაცდავს. შორს დარჩენილი სამშობლოს დარდი, იქიდან წარმოსულთათვის მარადიულია, ძვალსა და რგილშია გამჯდარი. ისეა შესხორცებული, რომ სულის განუწევ ნაწილად ქცეულა. შეიძლება სრულად მოულოდნელ დროსა და ადგილას გამჟღავნდეს. სულის სიმშვიდის ვერსაფრთხოვნელი პოეტი არ იწუწუნებს. ჩუმა თავისთვის კნესის და დამტვებს. მახსოვს სოხუმი დაეცაო, მაშინ ასეჩეს. და კიდევ ბევრი დაუმარხეთო, გადამავიწყებს. და დადის არაულ გზებზე ლექსის ლირიკული გმირი და საყრდენს ეძებს, რომ მსხვილში არ გადაიჭიროს. სახიფათოა ვიწრობილი კი, პოეტის მზერა კი გავანაი გზაზე, უპირველესად სულიერ გზაზე ცხადია სიყვარულისას, ერთდროულადაა მიმართული შიგნით და გარეთ, ცისკენ თუ მიწისკენ, წარსულისკენ თუ მომავლისკენ. პოეტებს აქვთ გადაშლილი მარტოობა მუდამ, როგორც ცა და ბიბლია, გრძნობიარეთ, წარმავალისა და მარადიulis, წარსულისა და მომავლის ერთდროულად მჭვრეტად მესიტყვე. პოეტი ქალის სულიერი ქორიაქი დაუშვიდებლობა შეუცნობისკენ სწრაფავს ჭალავს მთელ კრებულს. საოცარი სევდით, სინანულ ვარნით ანაკობი თითოეული ლექსი, თან რომ ზისხილი, იმედიც, მომავლის რწმენაც ახლავს დაანათებს. უნდა შეირგო მანანა და მიწის ჯოჯოხეთს, როგორც უდაბნოს გადაუარო. პოეტის მოწოდება მანიფესტია, თუმცა ავტოპორტრეტად, შინაგანი სულიერი სამყაროს ამრეკლავად, უფრო ამ სტრიკუნებს ვიგულებ. დგავარ სარკმელთან, მამჟღავნებენ ახლა ხელები. ცოტა ყველა, მიხარია, წუხვარ, ბონდები, სისულელია ყველაფერი. ცრემლი მერე ამ გაზაფხულზე მხოლოდ სევდა არის ნამდვილი. პოეტის სევდა ხან ცისფერია, შორეული და მიუწვდომელი, ხან შავი წრიადისფერი, ყოველთვის მრავალსახა, მრავალწახნაგა, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული, ხშირად იმპულსური, თუმცა მარადიული. ღვთისკენ, იდუმალებისკენ, მარადიულობისკენ სავალი ლირიკებს ეძებს და მოსინჯავს ლექსების ლირიკული პერსონაჟი. ეს მოლიპული ცის ბირი ხიბლავს ძალიან. გამჭვირვალე ფიქრს ასე გამდობს ავტორი, როცა დაგმანი თუ სხვა სურნელს შეაფრთხოებს დარდის ვარდზე. ათასობით ადამიანისთვის ჯერაც მოურჩენელ ჭრილობას, ზღაპრად, სიზმრად, სილამაზად, ერთი სიტყვით ლექსად გარდა თქვამს ზნობიარე გული. ვეღარ დაგიჭერს სუსხი თებერვლის აპირებს ზღვაში და თქმა რად უნდა, რომ ჭრილობაზე სულის შებევას გავსახლა შენი ფლირტი ბატონთან. კითხველი გრძნობს ამ გარემული სიმშვიდის მიღმა სულის რაკინილიცაა დამალული. ლექსის საფინალო სტრიქონში კი პირდაპირ და შეუპარავად, კვლავ მშვიდად და ჩვეულებრივადაა გამჟღავნებული უჩვეულო სოხუმზე ფიქრი იცის მართული.
მრავალფეროვანი ამ ლექსების არა მარტო თემატიკა და შესაბამისად განწყობილებანი, არამედ სალექსო ფორმები, ურითმო და კონვენციური ლექსი ენაცვლება ერთმანეთს. ორვენაირი ლექსის წერის ხელოვნებას ფლობს ავტორი და ღრმად ინტიმური ლირიკური განცდების გამოსახატავად მრავალგვარ საზომს მიმართავს. ოსტატურად ფლობს ქართულ ლექსში კარგა ხნის წინ დამკვიდრებული 10 მარცვლიანი, 14 მარცვლიანი, 16 მარცვლიანი და სხვა საზომების გამოყენების ხელოვნებას. მეექვსე გრძნობით აღწევს შინაარსისა და ფორმის ერთიანობას. სულის ვერ მოთქმის დაუმშვიდებლობის მღელვარების ეფექტს კი არაიშვიათად წინადადების ორ სტრიქონზე განაწილებით ეგრეთ წოდებული ამბანჟემანით გადმოგვცემს. გაზაფხულდება მალე უშენოს დამწვავმა ფიქრმა შემომიდია მიმართავს თვალისთვის დაკარგულ, გულისთვის კი მარად გამიშროლებულ მშობლიურ ადგილებს. ბოლო სტროფში გალაქტიონის ალუზია კიდევ უფრო მწველსა და ამავე დროს ძალიან გასაგებსა და ყველა მკითხვალისათვის საზიაროს ხდის პოეტის განცდას. ხომ მელოდები ცურიან ბალახზე შიშველი ტერფის კვალს ხომ არ წაშლი. დამელოდები მე სულ გზაში ვარ და კარავს შენთან მოსვლამდე არ ვშლი. მამულის მოვლის გრძნობა, გადაუხდელი ვალის სიმძიმე, მზადყოფნა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისთვის და სინანული აუსრულებელი მოვალეობის გამო არაურაზროვნადაა გამჟღავნებული მთელ კრებულში და უფრო მკვეთრად ცალკეულ ნიმუშებში. მე გამომღადრე ყელი ჯერ და მერე აფხაზეც. პოეტის ეს მწარე ამოძახილი გულწრფელი თხოვნავედრებაც არის, თვითგადარჩენი და საკუთარი ცხოვრების საზრისის განსაზღვრაც. საგანგებოდ უნდა გამოვარჩიო გენო კალანდიასა და დიმა ჯაიანისადმი მიძღვნილი უსათაურო. აქ ჯერ მარტო მიძღვნაა მთელი პოეზია. ეს ორი სახელგვარი ცალ-ცალკეც მრავლის მთქმელი, მრავალი ფიქრის, წარმოსახვის, გრძნობის, მოგონების აღმძვრელი. ერთად მათი ხსენება კი მთლიან და უნაწევრებელ უპირველესად სოხუმს აცეცხლებს და ამასთან მთელ აფხაზეთსა და მთელ საქართველოსაც. მათკენ, ესე იგი ამავე დროს სოხუმისკენ მიმავალი გზა, შორი და საძმელოა, არადა სხვა გზის, სხვა სურნელის, არ ვარ მსურველი, მტკივნეულოდ მწვრთნელია ავტორი. თუმცა ჯერა და ვიზიარებ, რა თქმა უნდა, აზრს, რომ კონტექსტიდან ამოგრეჯილი სტრიქონების დამოწმება მხოლოდ ამახინჯებს და ხელს უშლის ავტორის ჩანაფიქრის სრულყოფილ აქმასა და გააზრებას, ზემოთქმულის წარმოსაჩენად სხვა გზა არ მაქვს, მაინც მცირე ამონადირ უნდა დავიდასტურო სხვა ლექსიდანაც. მივდივარ განა, მხოლოდ შინი მაქვს სხეული და გზად ვაკნევს სახელებს. ბიჭუნთა, გაგრა, სოხუმი, გალი, გიორგი, კოკა, ლევანი, ზაზა, საცაა ჩემიც, თავდება გზა და გადაუხდები ყველა ვარი. ყველა და უფრო ყველაზე გალი. ლირიკული ლექსის პოეტიკა ყოველთვის არ ემორჩილება ლოგიკურ კანონებს, რაციონალურ ახსნას. დიდი წილი პოეტის განებაში ეკუთვნის კითხვას, რომელიც ნაწაში ხან ისეთ რამეს დაინახავს, რაც ავტორს არ ჩაუფიქრებია, ხან იმას ვერ ხედავს, რისი შექმნაც შემოქმედს ჰქონდა განზრახული, როგორც იტყვიან, ყველა მკითხველი ყველა შემთხვევაში მართალია, თვით ერთი და იმავე პოეტური ნიმუშის არაერთგვარულად გააზრების დროსაც კი. მოვიდა თოვლი, დიდი თოვლი, ვიცი შემცნობა, რადგან ჰაერში გაწვდილ ხელებს, სუსხი კი არა, მაგნოლიების სურნელი და ფერი შემოყვა, ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მკითხველისთვის, აფხაზეთის მონატრებას, შორს დარჩენილი ცხოვრების კვლავ განახლების იმედს, ღრმა კაშასა და სითბოს ერთდროულად იტევს. გაზაფხულის სიმბოლოდ მაგნოლიების სურნელისა და ფერის მოხმობა სწორედ ამის მიმანიშნებლად მიმაჩნია. უფრო ლაღ, თავისუფალ გარემოში აღზრდილი ადამიანისთვის, იქნებ მხოლოდ სატრფიალო განცდების შეგრძნება იყოს საკმარისი და სამშობლოს გრძნობა ამ ლექსისთვის დავამძიმებლად და ხელოვნურად მიიჩნევს. ვინ იცის, ვერავის შევედავები. კიდევ უფრო ორაზროვნად და გაბუნდოვანებულად სჭვივის ტრფობა ამ სტრიქონებიდან. ამ დიდ სიყვარულს კვლავ შენდამი ვერაფრით მოშლის, შარავანდივით ადგას ჩუმი, დარგი და სევდა. გურამიშვილისა და აკაკი წერეთლის ტრადიციებზე აღზრდილ ქართველ პოეტსაც და მკითხველსაც სრული საფუძველი აქვს იგულისხმოს, რომ აქ სწორედ სამშობლო სიყვარულია გამჭვირვალედ შეფარება. ადამიანური გრძნობები, ვნებები, ვისწრაფებები, ყველაზე მკაფიო, ცრულად, თვალსაჩინოდ გამომდინება ხოლმე სიყვარულის გამჟღავნებისა. სატრფიალო ლირიკას ამ კრებულში მოცულობითაც საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს და შინაარსობრივი ემოციური თვალსაზრისითაც. შეიძლება ითქვას განსაზღვრელი თუ არა, ტონის მიმცემი მაინც არის მთელი წიგნისთვის. პოეტი ქალის სევდის, დარდის, სინანულის ერთი უპირველესი მიზეზი სიყვარულია. ლექსებში არაკლილი ტრფობა წრფელია, ფაქიზი, ნამდვილი, მათგან სავსებით ბუნებრივად და ლოგიკურად რუსთაველის, რომანტიკოსების, გალაქტიონის ალუზიები გამოკრთება ხოლმე. თუმცა სათქმელი ცხადია ინდივიდუალურია, სუბიექტური, შინაგანად განცდილი და ორიგინალურად გააზრებული.
აქვეყნეთ რომ ორი ერთნაირი სიყვარულიც არ არსებობს. მალონი სატრფიალო ლექსებიც ერთადერთ ზღაპარს გვიყვება. განსაკუთრებით საყურადღებოდ მიმაჩნია ავტორის სითამამე ერეტიკულ გრძნობათა გამოხატვისას. აქ სიყვარულს მალვა არ უნდა, ოცნას ალუბლის ფერი აქვს ხოლმე და ბადაგის გემო. ლექსების ლირიკულ გმირს ამღვრევს თმებზე სატრფოს ხელის შეხება, ხოლო როცა მისი სულნელი სავსე ოთახს ტოვებს, ცის სველ დაფაზე წერს მიჯნურის სახელს. ვერ გამხელილი სიყვარულის ტკბილმწარე გემოსაც გრძნობს, ენატრება მხრებზე მოხვეული ხელის სიმძიმე, ხოლო სიყვარულს შეუძლია ასეთი მგრძნობიარე ქალის წალება. ხალხ ცალმხრივი სიყვარული აწევს ტვირთად, მაცქულებლად ჩახსნილ თეთრი პერანგის გახსენება წვავს და მაინც უსიყვარულოდ ყოფნას ცხოვრება აღარ ხვია. მთელი სამყაროა შინაგანი სინათლის მოწმე და ამრეკლავი. დგავარ, აყურებ დათმობს, ჯიუტად, შეგრძნობ ხელის ხელზე შეხებას. ასეთი განცდები, ასე გაბედულად გამოხატული პაოლო იაშვილის დარიანული ციკლის ლექსებს გავახსენებს. მე-20 საუკუნის ქართული მოდერნიზმის სხვა წარმომადგენლებსაც. თუმცა ამ ნაკადის სათავე უფრო ადრინდელი ჩანს. ჯერ კიდევ მარიამ ბატონიშვილის ეყიმეორის ასულის პოეზიაშია ეროტიკული გრძნობები გადმოცემული. ალექსანდრე ხახარაშვილის აზრით მარიამის ასტრიქონები მეყნოსა ოდეს, სულნელობა თმისა შენისა, ისვე გაცუდდეს მრავლადობა ჩემის სენისა. ალკოჰოლისა და ნარგილესა და ხსენებაც ერთგვარად სიახლის მოდერნის სურვილი ევროპულ, თუმცა უკვე გარდასული ლიტერატურული, ასე ვთქვათ, მორბის დაბრუნებისა და გაცოცხლების მცდელობა მგონია. ამასთან არც იმას გამოგვიცხავ, რომ ცხადზე ცხადი რეალიზმი იყოს. კრებულში არის ლექსები, რომლებიც კლასიკურ სატრფიალო ლირიკას ჩამოყავს და მისითაა ნაკვეთი. შენ მიყვარხარ და კიდევ ხანდახან მომენატრება ზღვა და ნაპირი, სანდაუტენებლად ლადვასათიას მოგვაგონებს შენ მიყვარხარ და საქართველოს გქონდა რამ გამახაროს. ერთ-ერთ სტროფიან ლექსში რითმა, შენიც არ არის ორიგინალური ადრე სხვასაც აქვს გამოყენებული, მაგრამ აქ ორიგინალურს და მამას კონტექსტს ქმნის. მალონ გულისკერიას ლექსებში ყოველდღიურობაც არის წარმოჩენილი თავისი ნამდვილი და შეულამაზებელი სახით. მეტაფორათა მიღმა გამჭვირვალედ ვხედავთ რეალობას. ამავე დროს პოეტის მზერა საკუთარ სულშიცაა ჩაბმული და ამდენად ეს ლექსები ავტორის სულში არსებული გრძნობების არეკლაცა. აქ ძალიან ფაქიზად ენაცვლება ერთმანეთს. იმედი და სასოწაროეთა, სიხარული და სევდა, მიწიერი და ზეციერი, ამქვეყნიური და მარადიული და ყველგან ყოველთვის რა თემაზეც უნდა წერდეს, აშკარად თუ შეფარულად პირდაპირ თუ მინიშნებებით, პოეტი აღუევს თავისუფლების სულს. ცა სწორედ იმ სრული და უტირებო თავისუფლების გამომხატველია, რომლისკენაც ისწრაფია რომანტიკული ბუნების შემოქმედი და რომლის მიღწევა ამ ქვეყნად შეუძლებელი ჩანს. კრებულს, როგორც თქვით, სამძღვარებული აქვს ბატონი როსტომის შესანიშნავი ესე, რომელსაც შემთხვევით არ ქვია ბილიკი ცისკე. მართლაც ცა და მასთან დაკავშირებული მომალება არის პოეტის შთაგონების წყარო და კიდევ გზა, როგორც მარადიული შინდაბრუნების, სამშობლოში, საკუთარ თავში, წარსულში, ცაში, გამოუთქმულ შინაში დაბრუნების პარადიგმა. პოეტს განუშორებლად ცისკენ აქვს მიმართული მზერა. ხანს ზეცა მიწაზე ჩამოაქვს, მომავლის შენებას ზეციდან იწყებს და მომავალ ზეცას უკავშირებს. მან იცის, რომ ამქვეყნიური ყველაფერი წარმავალია და ჩუმლოცვებში ეჭვითა და თავშეკავებით, თუმცა იმედით მოუხმობს ღმერთს. კი მოუყრიდი თავს სიტყვებში ლოცვას, ორსტრიქოს, გარინდებიდან გამოსვლას თუ ხუჭის სიჩუმეში დამალვას ცდილობს მკვეთრი სხივით განათებული ამბიონის დანახვისას, ხოლო ლოცვა ღვთისმოხმობა უაღრესად გაწონასწორებული, ამავდროულად ღრმადი მტივი განცდა თავისი პარადოქსულობითაც ლამაზია და საყურადღებო. საშველად კივილების შესამსუბუქებლად, აშენდობის მისაღებად არა, რადგან ცოდნულად დარჩენა გადაწყვიტა, ღვთისგან მხოლოდ განკითხვას ელოდება. უბრალოდ ლამაზია ეს ლოცვა, რომელიც ასეთი უშუალო მიმართვით იწყება. სათხარ, მხოლოდ შენთან მინდა ლაპარაკი და ასეთი მორჩილებისა და ზობის გამოხატვლის პრიქონებით მდავლება. ახლა კი რადგან ღმერთი ხარ სხვაზე უბრალო წესი ამოდა გამიჯერებს ჩემი მაკითხვა. აგაკის ვაჟას გალაქტიონისა და სხვათა გამოცდილება გათავისებული აქვს თანამედროვე შემდგომს. მან იცის, რომ პოეტის სიკვდილი არ ნიშნავს გაფრობას. ნამდვილი სიცოცხლე სწორედ შემდეგ იწყება. თვითმკვლელობისა და სარკმლის არაერთგზის ხსენებას აუზიურად გალაქტიონთან მიუყავართ. ამ უხილავ კავშირს კი არ მალავს ავტორი, ღია და გამომწვევადაც კი, რომ არა თქვა ამბიციურად მეთქი გამოთქვამს. ხან ბარათაშვილის იდუმალი ხმა ესტუმრება, აშფოთებს და არაძლევს ჩვეულებრივად ყოფნის უფლებასა და საშუალებას. ასე დროს ლექსების ლირიკული გმირის სურვილია საკუთარი უნარი, ნიჭი, მთელი არსება სამშობლოს სამსახურს მიუწუნას და მსხვერპლადად შეეწიროს. ამიტომ ბუნებრივად გაისმის რიტორიკული შეკითხვა. რა სიკვდილია ვარდებიან ყუბოში იწვე? კვალი, ნავალი უნდა აღმეჭროს ადამიანმა. კვალს რომ ტოვებენ, ეს ბრწყინვალე დაბრუნება
ასე სწავს ლექსის ლოგიკურ პერსონაჟს, რომელსაც თითქოს ეხარბება კიდეც იმათი, რომელთაც მოუხერხებიათ თავიანთი ბრწყინვალე და ძლიერი ნავალის აღროჩვა. პოეტ ქალს გაფიქრებად ზარავს იმისა, ხვალზე როგორი გზა ან გზებია, მაგრამ ბედისწერისგან განსაზღვრული აქვს, რაც უყვარს ყველასი და ყველაფრის გამო, ჩააყოლოს შხამსაც და ბადაგსაც. მიხარის გიმზე, პროფარდა გიმზე მიმართავდა თამარის სახელს გრიგოლოლიელი. კონკრეტულად ვის ან რას გულისხმობს აქ ავტორი, საწყოს თუ სამშობლოს მკითხველისათვის ამის დაზუსტებით ზრდა არც არის აუცილებელი. თავარია რომ ნათლად და მკაფიოდ ისმის ნატკენი გულისყვნესა და ფიცი უსიყვარულო ვერ გაძლევისა. შემყავდე კარგად, სხვას არაფერს მე არ ვინატრებ. ესეც რომანტიკულ პატრიოტული განწყობის გამოხატველი ლექსების სერიიდანაა. სიცოცხლე ფიზიკურად არ ყოფნის შემდეგ ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის სასურველი გზაა ალბათ. რაღაც უცნობი, რაღაც მესამე ორიენტებს სულს მოფიქრავს შფოთვარე მგოსას და ხედავს მომავლის გზას, რომელიც არ არის არც გოლგოთა, არც ყავარდი, მოფენილი, მაგრამ გზაა. უჩვეულო ვიზიონების შემოქმედებითი იმპულსის გაქრობის შიში არაა უცხო შემოქმედათვის. თავისებურად ორიგინალურადაა გამჟღავნებული ეს კრთომა კრებულში. შიში უცები შენი დაკარგვის, შემიჩნდა, როგორ გავძილო მითხარი, რა უპასუხო, რა გემართება, ან როგორ ხარო, როცა მკითხავენ. სულისმიერი განცდების გადმოცემა პოეტს მხოლოდ ლექსით შეუძლია. თუ სიტყვამაც ვერ უშველა, ეს უკვე სიცოცხლე აღარაა, როგორც პაოლო იაშვილი ამბობდა, არ არის ტანჯო უზარმაზარი, ვიდრე პოეტის დაგონებით დასნეულება ან აკაკი წერეთლის დაღმარ დაუმტევი წამად, თუნდაც გალაქტიური მეცქერი როგორც მოხდოს, ჩამოვალზე ეს ჩამოვალს. ახალი პოეტური კრებულის ავტორი თვალათლობ ხედავს გაბრწყინებულ საფეხურებს, რომელზე ასვლაც უბრალოდ ბედისწერაა, თვალებს სიშორე, ცისფიობის გაყოლება დაეფინება და გაბრწყინებულ საფეხურებს ψილად აყვება. რეალურ ემპირიულ სიყვარულს, დაკარგულ ქალაქს, შორსნარჩენილ ახალგაზრდობას, ღმერთს თუ ყველაფერს ერთად გულისხმობს და იტევს ყოველგვარი სამკაულისაგან გამძარცვული ფრაზა, რომელიც აქიზად და ზუსტად ირეკლავს საკუთარ თავში ჩავდილებული მზერისათინაც. და ღმერთო ჩემო, ისევ ისხა, სულის მქურდა, ვერ წარმოვიდგენ როგორ უნდა შენთან დარჩენ. და საუბარს იმით დავამთავრე, რითიც დავიწყე. მე მეგონა ამ კრებულის საკითხამდე მანამ გულისკერიას ვიცნობ. შესანიშნავი წერილი მოიპოვა მანამ გულისკერიას ამახალმა კრებულმა და კიდევ ერთი შესანიშნავი წერილი აქვს მოპოვებული. ნანა კუცია ქართული კრიტიკის სოხუმური ღვთის კიდევ ერთი თვალსაჩინო სახე. პრობზანდინა. მინ უნდა დავუთმო.